ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოება შეახსენოს, რომ დედა არის ქალი და მამა არის მამაკაცი. ამ ყველაფერს ამატებს ირაკლი ღარიბაშვილი იმას, რომ საქართველოში ვერასოდეს უმცირესობა ვერ გაბედავს, რომ ძალადობა განახორციელოს უმრავლესობაზე და უმრავლესობას მოახვიოს საკუთარი აზრი. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. თუმცა ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი ქალსა და მამაკაც შორის ერთობაა, სადაც დედა ქალია, მამა კი კაცი. Deda, mama, სიგიჟე. A few moments later. დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობით. There are only two genders, male and female. შეგიძლიათ გითხრათ, რამდენი სქესი არსებობს? ამ საკითხზე როგორც გითხარით, კომენტარს არ გავაკეთებ, რომ მე არ ვაფასებ დონალდ ტრამპის ტრამპს აღარ გეკითხებით, რამდენი სქესი არსებობს? ამაზე რომ მიპასუხოთ, გიპასუხეთ, რომ ამ საკითხზე დღეს არ ვსაუბრობ. ეს არ არის სისტემები, რომელზეც ჩვენ მუშაობთ და რომელზეც შემიძლია კომენტარების გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ ქვეყნის შიგნით დემოკრატიის. რამდენი სქესი არსებობს? ამაზე ვერ საუბრობთ? არ იცით, რამდენი სქესი არსებობს? მიზეზი რომ გითხრათ, რატომ არსებობს? დასვამთ კითხვებს საერთოდ არ